გუშინ აჭარის საპატრულო პოლიციამ სალომე ზურაბიშვილის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ირემაძე და მისი თანმხლები პირი დააკავა. ისინი ძველ ბათუმში საღამოს 6 საათზე დააკავეს. აკავებულებს საპატრულო პოლიციის შენობაში ნარკოლოგიური ტესტი ჩაუტარდათ. შემოწმების შედეგად ორგანიზმში მათ ნარკოტიკების კვალი არ დაუდასტურდათ. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საპატრულო პოლიციის შენობიდან ღამის 11 საათზე გამოუშვეს. საქართველოს გზის პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის უფროსი ირაკლი ბარამიძე დაკავების მოტივს პარტიის გააქტიურებას უკავშირებს. იგი აცხადებს, რომ აღნიშნული შესახებ დღესვე საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს შეატყობინებს. როგორც ჩინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში აცხადებენ, ირაკლი ირემაძე ადმინისტრაციული წესით გონივრული ეჭვის საფუძველზე დააკავეს. პირი გაგებით გამოვიყენება. ვიყავი დაკავებული 5 საათის განმავლობაში. მათი ინტერესი გამოიწვია მე ვიყავი ნარკომანი თუ არა. ველოდებოდი ტესტის პასუხს და პასუხი მოვიდა ვარყოფით. ბათუმის მოსახლეობისთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, ცხადია და ნათელია ჩვენი პოლიტიკური აქტივობა, ჩვენი შტაბების გამართულობა და ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი გოჩა გუგუნავა არის ერთ-ერთი სერიოზული ძალა დღეს საქართველოში, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას და იმ ქართული ოცნების კოლექტიურ შიხიაშვილებს, როგორც გიორგი ერმაკოვია. აქედან გამომდინარე, ეს ამათმა გადაწყვიტენ, რომ 25 დღით ადრე დაიწყონ უნდა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, რეპრესიები.